თუ ადამიანის გულში არის გენეტიკური კოდი სამშობლოს ერთგულებისა და თავდადებისა, იმას ვერ გადაუხვევს. აი მომენტში, როდესაც ეს საჭიროა რომ გამოავლინოს, უბრალოდ მის ნებაზეც კი აღარ არის დამოკიდებული, ისე იწყებს ქცევას ადამიანი. ნუგზარ მაჭავარიანი 36 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ დღეს იხსენებს და ამ დღის ირგვლივ არსებულ მოვლენებზე საუბრობს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 9 აპრილის საქართველოსათვის და ქართველი ერისათვის ძალზე მნიშვნელოვანი თარიღია, ისტორიული თარიღია. ეს არის როგორც ტრაგედია ერისათვის, ასევე გაფრწყინება და გამარჯვება ერისა. აი ორნაირად შეგვიძლია განვიხილოთ. ამ დროს ბევრი რამე მოხდა ძალიან. ესე იგი ფაქტი თვითონ 9 აპრილისა და მსხვერპლისა ეს არის კულმინაცია, მაგრამ მანამდეც და მის მერეც მთლიანად შეიცვალა ერი და დამოკიდებულება ერისადმი. ერის დამოკიდებულება თავის სახელმწიფოებრიობისადმი, ზოგადად სოციალური პირობებისადმი და ასე შემდეგ. მე პირადად ხო მაშინ იმ პერიოდში უკვე 15 ბოლო 15 წლის მანძილზე გახდით საკავშირო დაქვემდებარების გასაიდუმლოებული საწარმოს დირექტორი, კომუნისტური პარტიის წევრი. აი ხო თითქოს აბსურდია, ხო? აი რატომ შეიძლება დავკავშირებოდი 9 აპრილს და ზოგადად ეროვნულ მოძრაობას, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანის გულში არის გენეტიკური კოდი სამშობლოს ერთგულებისა და თავდადებისა, იმას ვერ გადაუხვევს. აი მომენტში, როდესაც ეს საჭიროა რომ გამოავლინოს, უბრალოდ მის ნებაზეც კი აღარ არის დამოკიდებული, ისე იწყებს ქცევას ადამიანი. აი კონკრეტულად ახლა მაშინ რა ხდებოდა? ეროვნული მოძრაობამ დაიწყო აზვირთება, საკმაოდ ბევრი მომხრე, განსაკუთრებით ახალგაზრდები ყავდა და რასაკვირველია, ყველა ნაღდ ქართველს იქითკენ უწევდა გული. და გარკვეულწილად ემხრობოდა, ზოგი მალულად, ზოგი ღიად, მაგრამ ემხრობოდა. მე პირადად რასაკვირველია, ეროვნული მოძრაობის მხარეს ვიყავი. შეიძლება ახლა მთლად ესე ღიად ვერა, მაგრამ გარკვეულწილად ვეხმარებოდი, რაც შემეძლო, მით უმეტეს ჩვენს წარმოებას ბევრი რამე შეეძლო მაშინ. იგივე გარკვეულწილად ფულადი სახსრებით, ტყვია-წამალი, კარმები და სხვადასხვა საშუალებები. ასე ვეხმარებოდი, მაგრამ არა ესე აფიშირებულად. მაგრამ აი როცა უკვე ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ხო და მოხდა 9 აპრილის ტრაგედია. მაშინ უკვე რადიკალურად შეიცვალა პირადად ჩემი და ბევრი სხვის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისადმი, საბჭოთა წყობისადმი და მომავლის პერსპექტივებისადმი. და გადავდგით რადიკალური ნაბიჯები. მე პირადად 9 აპრილის მერე ესე იგი ჩავაბარე კომუნისტური პარტიის ბილეთი, პარტბილეთი, გამოვედი კომპარტიიდან პროტესტის ნიშნად. თუმცა თანამდებობას დირექტორობაზე არავინ ესე მოსკოვი ნიშნავდა მაშინ, ეგრე იყო, საკავშირო დაქვემდებარება. არავის
პრეტენზია და შენიშვნაც კი არ გაუკეთებია. არეული იყო ქვეყანა, გამიგეთ? თვითონ მთავრობა, ხელისუფლება, კომუნისტური პარტია, რომელიც ხელმძღვანელობდა მთლიანად საბჭოთა ცხოვრებას, აი რაღაც გაურკვევლობაში იყო, რა ექნათ აღარ იცოდნენ. ხო და მე უკვე აშკარად დავიწყეთ ყველანაირად ხელშეწყობა ეროვნული მოძრაობის მიმართ და 9 აპრილი ძალიან პოლიტიკურად ძალიან გამართლებულად და აკადემიურად, ასე რომ ვთქვათ, გამოიყენა უკვე არჩევნების დროს საბჭოთა წყობის პირობებში ჩატარდა არჩევნები. და წარმოიდგინეთ, რგვალმა მაგიდან, ესე იგი ოპოზიციურმა ეროვნულ მოძრაობამ გაიმარჯვა იმ არჩევნებში. აი დღეს ხო წარმოუდგენელია